ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ბრალდებით. უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეა დაკავებული. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით ბოლო პერიოდში გამოვლენილია ნარკოდანაშაულის 2360 ფაქტი. პასუხისგებაში მიცემულია 1712 პირი. ალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ისაუბრა. სულ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ. როგორც საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დავაკავეთ. დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. მათ შორის 7 ლიტრზე მეტი თხევადი კოკაინი და 40 გრამი კოკაინის კრისტალები. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასაფასვებლად საჭირო ნივთები. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდათ ლაბორატორია და თხევადი კოკაინის გამოყენებით ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 ძირი მცენარე კარაფი. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მიერ გამოვლენილია ნარკოდანაშაულის 2360 ფაქტი, ასევე აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში მიცემულია 1712 პირი. მათგან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია 157 პირი. პოლიციის მიერ სხვადასხვა სისხლისამართლის საქმეზე გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 4500 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი, 2,5 კილოგრამი მეთადონი, 1 კილოგრამი ალფა-პვპ, 2,7 კილოგრამი პლეგაბალინი იგივე ლირიკა, 72 კილოგრამი მარიხუანა და 150 კილოგრამი მცენარე კანაფი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ.